ალბათ ამ სანახაობის გარეშე ახალი წლის ღამე ვერავის წარმოუდგენია. თუმცა ბოლო წლებში ფოიერვერკის ბუმი ზამთრის პირველივე დღეებიდან იწყება. მეტიც ამ სანახაობამ რომანტიკული დატვირთვა შეიძინა და შესაბამისად წელიწადის დროსაც მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ღამის საათებში ხმაურის გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა უფრო საგანგაშო ისაა, რაც სკოლის ეზოებში ხდება. წინა სადღესასწაულო პერიოდში საახალწლო ასაფეთქებლებით სკოლის მოსწავლეები ერთობიან, თუმცა ამ გართობას გასულ წლებში უბედური შემთხვევებიც მოყვა. დაფიქსირდა სხეულის დაზიანების ფაქტებიც. სწორედ ამიტომ სკოლების დირექციამ პასუხისმგებლობა გარკვეულწილად საკუთარ თავზეც აიღო. ჩვენ ვიზრუნეთ სადღაც ერთი თვით ადრეა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მთლიანად ეს სადამრიგებლო შეხვედრებისთვის მოვამზადეთ პაკეტი. ავიღეთ რამდენიმე ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა სწორედ აი ამ ასაფეთქებლების შედეგად მიღებულ ზიანს. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აი ამ სეზონზე, ამ წინა საახალწლოდ შენობაში სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი ასაფეთქებელიც კი არ აფეთქებულა. თუმცა მასწავლებლებისა და დირექციის გავლენა სკოლის ტერიტორიების გარეთ არ ვრცელდება, ასე რომ მათი კონტროლი უბრალოდ შეუძლებელი ხდება. კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს არც საახალწლო ასაფეთქებლების რეალიზაციაზე. ნებისმიერი ასაკის ბავშვს, ნებისმიერ მაღაზიაში ამ პერიოდისთვის ეტყობა საკმაოდ დიდია მოთხოვნა მასზე, თითქმის ყველა მაღაზიას მოაქვს გასაყიდად და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ნოემბრის ბოლოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინტერნეტ მომხმარებლების მოთხოვნები საახალწლო ასაფეთქებლების აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის სადღესასწაულო ატრიბუტის გამოყენებაზე არანაირი სანქცია არ ვრცელდება. კანონთან შეიძლება პრობლემა შეექმნას იმ ადამიანებს, ვინც არა ასაფეთქებლებს, არა საზეიმოდ, არამედ ვინმე მოქალაქის მოულოდნელად დაშინების გამო იყენებს. იმ შემთხვევაში თუ ვინმე დაშავდა, საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით აღიძვრება. აკრძალულია საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი ქმედება. დამნაშავე ადმინისტრაციული პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. თუ მისი ასაკი 14-დან 16 წლამდეა, ფულადი სანქცია მშობლებს ეკისრებათ. არასრულწლოვნების შემთხვევაში კი სამართალდამცავები მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. უშუალოდ საახალწლო ასაფეთქებლების იმპორტთან დაკავშირებული კანონი არ არსებობს. კანონპროექტის განხილვა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას ხელს 30,000-ზე მეტი მოქალაქე მოაწერს. ამისთვის არსებობს საკანონმდებლო ინიციატივის მქონე პირთა წრე, ეს არის საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, მაგალითად შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი, საპარლამენტო ფრაქცია და ყველა ის სუბიექტი, ვისაც კანონპროექტის ინიცირების უფლება გააჩნია. ამ ეტაპზე სამართალდამცავები რეაგირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენენ, თუ საახალწლო ასაფეთქებლების ხმა ან აფეთქება გარშემომყოფებს ზიანს მიაყენებს. თუმცა ამ სეზონური წვრილმანი ხულიგნობის პრევენცია ამ ეტაპზე სრულიად შეუძლებელია.